დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ ადამიანზე ვსაუბრობთ და ადამიანის შეფასება უამრავი პარამეტრით შეგვიძლია. მაგრამ არის ის, რაც ყველაზე ხილულია და ის, რაც გაზომვადია. აი ის, რაც გაზომვადია, როგორც წესი ადამიანის სხეულის დასახასიათებლად გამოიყენება და ამ ერთეულებს ანთროპომეტრია ჰქვია. მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებო რატომღაც ჩვენი საზოგადოებისთვის ყოველთვის არის ხოლმე ჩვენი სხეულის წონა და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიშველიებთ იმ გრაფიკს და იმ გამოსახულებას, რომელიც თქვენ გახსოვთ ჩვენი გადაცემებიდან, როგორც ფრაგმენტს ჩემი წიგნიდან, რომელიც ძალიან კარგად გვახსენებს, როგორია სხეულის მასის ინდექსის მიხედვით ადამიანების გადანაწილება, უпростоრად ადამიანის წონის გადანაწილება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნორმის მაჩვენებლად მიჩნეული 18.9-დან 24.9-ის ჩათვლით სხეულის მასის ინდექსი, როდესაც ჩვენ ოპტიმალურ რაოდენობაზე ვსაუბრობთ 20-დან 25-მდე. აი ასე ვამარტივებთ ხოლმე სურათს. მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ მაგალითად სხეულის მასის ინდექსი 25-ზე მეტია? 25-დან 30-მდე ჩვენ ვსაუბრობთ ჭარბწონაზე. 30-დან იწყება სიმსუქნის სხვადასხვა ხარისხი და დღეს მე ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ გეტყვით, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ჭარბი წონისა და სიმსუქნის გამიჩნაზე, სწორედ ამ მაჩვენებელს ვიშველიებთ ხოლმე ორიენტირად და განსაკუთრებით საყურადღებო ეს მაშინ არის, როდესაც მთელი მსოფლიო სიმსუქნეზე საუბრობს. ამ თემაზე საუბრობს მსოფლიო საკითხის აქტუალობის გამო, მაგრამ ამ თემაზე საუბრობს მსოფლიო მარტში, იმიტომ რომ სწორედ მარტში ყოველწლიურად აღინიშნება სიმსუქნის მსოფლიო დღე და დღევანდელი ჩვენი გადაცემა მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ სიმსუქნეს ეს არ ეხება ერთი შეხედვით, სინამდვილეში უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ბავშვების კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობა და ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბავშვთა გასტროენტეროლოგი ქალბატონი მარიამ ღუღუნიშვილი. მარიამ, დილამშვიდობისა, მობრძანდით. დილამშვიდობის. მარიამ, თქვენ ჩვენი გადაცემის ძალიან ხშირი სტუმარი ხართ და ყოველდღიური თქვენი საქმიანობა უკავშირდება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას. ამაში გასაკვირი არაფერია, როდესაც პედიატრ გასტროენტეროლოგზე ვსაუბრობთ, პროფესიულად ეს ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, მაგრამ ჩვენი ინფორმაცია იცვლება, როდესაც წლების განმავლობაში ვაკვირდებით, რა ხდება ბავშვების საზოგადოებაში, როგორ იცვლება ბავშვების აღნაგობა, როგორ იცვლება ბავშვების წონითი კატეგორია და რაც მთავარია ვაკვირდებით, როგორ იცვლება ბავშვების კუჭ-ნაწლავი, ახდენს თუ არა სხეულის მასა, წონა ბავშვისა გავლენას კუჭ-ნაწლავზე და თავად კუჭ-ნაწლავის ესა თუ ის პრობლემა შეიძლება თუ არა აღმოჩნდეს ბრალდებული ჭარბი წონისა და სიმსუქნის განვითარებაში. ეს ის მდგომარეობა, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ ქუჩა ორმხრივი მოძრაობით. ნამდვილად და მსოფლიომ ტყუილად არ დააწესა დღეს სიმსუქნის აღნიშვნისთვის. ეს არ არის საზეიმო აღნიშვნა სამწუხაროდ, ეს არის დროშების, წითელი დროშების აღმართვისთვის დადგენილი თარიღი, რადგანაც თუ მოვიშველიებთ უცხოურ ლიტერატურას, გაერთიანებულია გლობალური პანდემია და სიმსუქნე და obesity, როგორც თქვენ აღნიშნავდით, სიმსუქნე და გლობალური პრობლემა, უკვე globesity, აი ამ ერთი სიტყვით აღინიშნება თუ რაოდენ რთულად სამართავი გახდა სიმსუქნე და უფრო მეტად ჭარბი წონაც. მე ვიტყოდი პროცენტულად თუ შევაფასებდით ბავშვებში, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ჭარბწონიანობა უფრო მეტია ვიდრე სიმსუქნე, მაგრამ ეს ერთი ნაბიჯია, როგორც თქვენი ციფრები გვეუბნებოდნენ, თქვენ მიერ დათვლილი ინდექსი ძალიან მარტივად შეიძლება ჭარბი წონა, შემდგომ უკვე სიმსუქნის სხვადასხვა ხარისხში გადაინაცვლოს. დაახლოებით მსოფლიო მონაცემებით დღესდღეობით 5
5 წლამდე ასაკის 17 მილიონი ბავშვების არის, რომელიც ამ დაავადებასთან და ამ პრობლემასთან არის პირდაპირ ბრძოლაში, ხოლო რაც შეეხება 5-დან 18 წლამდე უკვე 320 მილიონი, რაც ეს არ არის ნამდვილად დაბალი ციფრი. ეს გასაკურველი ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია და ძალიან მნიშვნელოვანი თავის შინაარსით. დიახ, ნამდვილად და ამასთან ჩართულები ვართ როგორც პედიატრები ამ ბრძოლაში, გასტროენტეროლოგები, ენდოკრინოლოგები და მულტიფაქტორული პრობლემა, რადგანაც არის შესაბამისად ექიმიც მრავალმხრივად საჭიროებს ჩართულობას. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით სწორედ სხვადასხვა წახნაგის წარმოჩენას გეგმავთ და დღევანდელი ჩვენი საუბარი მხოლოდ ერთ-ერთი წახნაგია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი წახნაგი, იმიტომ რომ გვინდა თუ არ გვინდა, როდესაც კვებაზე ვსაუბრობთ და კვება არის სიმსუქნესთან დაკავშირებული და ჭარბწონასთან დაკავშირებული ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, მიუხედავად იმისა საზოგადოების ინფორმირებულობა, რაც განსაზღვრავს და ძალიან ხშირად რატომღაც მხოლოდ კვებას ბრალდება, ან მხოლოდ სხვა ფაქტორს. რეალურად ეს არის რამდენიმე ფაქტორის ზედების შედეგი. მოკლედ, ჩვენ ვაპირებთ, რომ სხვადასხვა წახნაგს დაუკავშიროთ ეს თემა, თუმცა დღეს ჩვენ საუბრობთ კუჭნაწლავის ტრაქტზე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ სიტყვათა შეთანხმებას, გვინდა თუ არ გვინდა, ნივთიერებათა მოხვედრა ჩვენს ორგანიზმში სწორედ კუჭნაწლავის ტრაქტით ხდება და კვების პროცესი არის უმნიშვნელოვანესი ამ საერთო ქარიშხალში, მაგრამ კუჭნაწლავის რომელმა პრობლემამ შეიძლება შექმნას რისკი ჭარბიწონისა და სიმსუქნისთვის და რაც ძალიან საყურადღებოა თქვენ მიერ დასახელებული რიცხვების გათვალისწინებით, რატომ შეიძლება აღმოჩნდეს თავად კუჭნაწლავი მაშინ, როდესაც ბავშვს აქვს ჭარბიწონა და სიმსუქნე. დაგეთანხმებით ნამდვილად მშობელი ყოველთვის ამბობს, რომ კვება არის დამნაშავე. არა, საკვები არის, რაც ორგანიზმში შედის. თავარია რა დახვდება იქ მონელებისთვის და როგორ მოხდება მიღებული საკვების შეწოვა და არასაჭირო დარჩენილი მასალების გამოყოფა. ამ ბოლო 6 წელიწადში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო დისბიოს. ეს მსგავსია ჩვენ ქვეყანაში გაჟღერებული დისბაქტერიოზის მცნებასთან მსგავსია. დისბიოზი არის ერთ-ერთი წამყვანი პრობლემა დღევანდელ დღეს. რამდენადაც, როდესაც მოხდა მსოფლიოში ფეკალური მასების შესწავლა, აღმოჩნდა, რომ ეგრეთ წოდებული მეგობარი და მტერი ბაქტერიების ბალანსი სამწუხაროდ დარღვეულია. ეს დარღვევა ბევრი მიზეზიდან შეიძლება იყოს გამოწვეული. პირველი კვება, იმიტომ რომ ბაქტერიებს ჩვენ რაოდენ გასაკურიც არ უნდა იყოს, ვიღებთ საკვებიდანაც. შემდგომი ეს არის სტრესი, რომელმაც შეიძლება დისბიოზის, ანუ კუჭნაწლავის მიკროფლორის დარღვევა მოახდინოს და სხვადასხვა ჰორმონები, რომლებიც მონაწილეობენ, ეს არ გეგონოთ მამაყურებელს მიმართა, რა თქმა უნდა და არა ქალბატონ მარის, ეს არ არის ენდოკრინოლოგიური პათოლოგიიდან გამომდინარე ჰორმონალური დისბალანსი, არამედ კუჭნაწლავსაც აქვს თავისი კერძო კუთვნილი ჰორმონები, რომელთა დისბალანსიც იწვევს დისბიოზს. შედეგად, როდესაც ფაქტია, რომ პაციენტს აქვს დისბიოზი, მიღებული საკვების გადამუშავება ისე მარტივი არ ხდება და საქმე გვაქვს შემდგომ უკვე ჰიპერლიპიდემიასთან, ანუ ცხიმოვანი ცვლის დარღვევასთანაც, ნაწლავის მობილურ პრობლემებთან, რასაც სამწუხაროდ ფუნქციურ დაავადებებს ვეძახით და რომელზედაც არაერთხელ ვისაუბრია ჩვენს გადაცემაში. ნამდვილად და შედეგად ვიღებთ სიმსუქნეს. ძალიან საინტერესოა, როდესაც ჩვენ ამ თემას ვეხებით 2025 წელს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ამ თემაზე დისბიოზე საუბარი დავიწყეთ და ნაწლავურ პასპორტზე დავიწყეთ საუბარი ამ გადაცემაში და პირადად, როდესაც მე დავიწყე ამ თემაზე საუბარი, მაგალითად 2009-11 წლებში საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხი იყო ძალიან დაბალი. დღეს მშობლებმა უფრო მეტად დაიწყეს დაფიქრება იმასთან დაკავშირებით, რაზედაც თქვენ საუბრობდით და რომ ნაწლავის ჯანმრთელობა არის საერთო ჯანმრთელობის აუცილებელი ნაწილი. მაგრამ ჩვენ ვდგავართ უკვე ფაქტის წინაშე,
შემთხვევაში, როდესაც თქვენ ბრძანებდით, რომ ბაქტერიებს შორის თანაფარდობა დარღვეულია, საკვებით მიღებული ბაქტერიების გარდა გასათვალისწინებელია ის სახელმწიფო, რომელსაც ჩვენი სხეულით ვატარებთ, მნიშვნელოვანია ის ნივთიერებები, რომელსაც წარმოქმნიან ეს ბაქტერიები თავიანთი ცხოველქმედების შედეგად. რამდენად შესაძლებელია აი ბავშვების შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საუბრობთ დისბიოზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ წონასწორობის დარღვევაზე. როგორც წესი მოულოდინი აქვს მშობელს, რომ რაღაც უნდა გადაუღონ ბავშვს, რაღაც კვლევა უნდა ჩატარდეს და დაინახონ პრობლემა, არადა ბავშვთა გასტროენტეროლოგი თვლის, რომ დიახ, პრობლემა არის, თუმცა ამის დანახვა ასეთი ადვილი არ არის. და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან თქვენ საუბრობდით ფუნქციურ კონტექსტში. ანუ, როდესაც ჩვენ დღეს საუბრობთ არის პრობლემები და ამ პრობლემათა უმრავლესობას ჩვენ ვერ დავინახავთ, ხომ ასეა მარიამ? ნამდვილად ვერანაირი კვლევით, ვერც ლაბორატორიული და ვერც ინსტრუმენტული სხვა კვლევებით. როგორი ნატიფიც არ უნდა იყოს. როგორი ნატიფიც არ უნდა იყოს. და ხშირ შემთხვევაში გვეხმარება ანამნეზი, ანუ რას გვიყვება დედა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და არის რა თქმა უნდა თუ მხოლოდ დისბიოზზე თუ ვისაუბრებთ კი არის ლაბორატორიული კვლევები რომლის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომელი ბაქტერიები ჭარბობენ ფეკალურ მასებში მაგრამ იმდენად რამდენადაც ეს ცვალებადი კვლევა ეს არნიშნავს დღეს რომ გავიკეთე განავლის კვლევა ერთ კვირაში შეიძლება სულ სხვა პასუხი მივიღოთ ეს არ არის მყარი პასუხი და სტაბილური პასუხი შესაბამისად ექიმები ვცდილობთ რომ უფრო გლობალურად შევხედოთ ამ პრობლემას და არ დავწვრილმანდეთ სხვადასხვა კვლევებით. როდესაც პატარას აქვს ჭარბი წონა ჩვენ გვიყვარს საქართველოში უტკუნა ფუმფულა ბავშვები უნდა ვაღიაროთ, გვიყვარს ახალშობილებიც, მე მცირე ასაკის ბავშვებიც, თუმცა რაღაც მომენტში მაინც მშობელი ამას იაზრებს, რა უნდა იცოდეს მშობელმა ასეთ შემთხვევაში კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ. ბავშვი არაფერს უჩივის, მაგრამ მშობელმა რას უნდა მიაქციოს ყურადღება და საჭიროა თუ არა ამ მხრივ სიფხიზლე მარია. გეთანხმებით ნამდვილად ბევრს სიმსუქნე და ჭარბი წონა ჯანმრთელობა გონია და ჩვენ ამისთვის პედიატრებს გვაქვს სპეციალური პერცენტილური შკალები, სადაც ყველა პაციენტს ესე იქნება მკვეთრად გამოხატული ჩივილით მოსული თუ უბრალოდ რუტინული შემოწმებისთვის ყველა პაციენტს პედიატრი ზომავს და წონის ბავშვს და ამ პერცენტილებზე ვეუბნებით რა ზღვარი არის საშიში წონის როგორც მეტობის თვალსაზრისით ისე ნაკლებობის თვალსაზრისით და აქ მშობელს უკვე ჩვენ უძლურია და ვერ გვიმტკიცებს რომ ეს წონა მისთვის ნორმალურია. და კუჭნაწლავის მხრივ მთავარი რა რეკომენდაციებს აძლევთ ასეთ შემთხვევაში? მთავარი არის რას იღებს ბავშვი და რა რაოდენობით. არა მხოლოდ შეიძლება ჯანსაღიც თუ ჭარბად მიიღო, ესეც არ არის ჯანსაღი კვება. შესაბამისად ჩვენ ძალიან მრავალი კვებაა მიღებული კვების სტილი დღევანდელ დღეს. თქვენ ძალიან ბევრს აღნიშნავთ ხოლმე და მაყურებელი ინფორმირებულია. ჩვენ ხმელთაშუა ზღვის კვებას უფრო ვემხრობით სადაც უფრო ჭარბად რაციონში ბავშვს ურჩევთ რომ იყოს ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები და თევზი შედარებით უფრო მცირე, მაგრამ უნდა ჭარბობდეს და ძალიან ნაკლებად ხორცი, შედარებით ნაკლებად ხორცი და ცხიმი. რაც შეეხება ცხიმს, რაც უნდა გამოიყენოს ბავშვმა ყოველდღურად, უფრო ზეითუნისზეც ურჩევთ ხოლმე რომ იყოს მოხმარებაში. დანარჩენი კვება უნდა იყოს აგრეთვე რასაც მიიღებს ის უნდა დახარჯოს. მარტო კვება თქვენ როგორც დასაწყისში აღნიშნეთ, საკმარისი არ არის თუ ფიზიკური აქტივობა არ მოყვამას. ბავშვი არ უნდა იყოს მარწუხებში და არ უნდა ითვლიდეს კალორიას და არ უნდა უყურებდეს ყველა მიღებულ ლუკმას. რასაც მიიღებს თუ იმას ხარჯავს ბავშვი, ხანდახან ამაზე თვალის დახუჭვაც შეიძლება. როდესაც კუჭნაწლავის მხრივ საუბრობთ ჩვენ პრობლემებზე, არის თუ არა რაღაც ჩივილები, რომელსაც მშობელმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება, მიუხედავად ბავშვის ასაკისა. რა არის კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ საყურადღებო ჩივილები? გასაგებია, რომ სხვადასხვა უბანს სხვადასხვა ჩივილები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ აი რაზე შეიძლება პატარამ დაიჩივლოს, როდესაც მშობელს უნდა
გქონდეს ეს სიფხიზლე და აუცილებლად მიმართოს ექიმს. დიახ, ჩამოვთვალოთ, ეს პირველ რიგში არის მუცლის ტკივილი, რომელსაც მშობელი ვერაფერს უკავშირებს, ვერანაირ მიზეზს, შებერილობა, მეტეორიზმს, რასაც ვეძახით სამედიცინო ენაზე, როდესაც ბავშვი უკვე დილით გაღვიძებისას შებერილად გრძნობს თავს, განავლოვანი მასების ცვლილება, როდესაც ხან ყაბზობა, ანუ შეკრულობა, ხან ფაღარათი, მათი მონაცვლეობა, გულისრევის შეგრძნება, მალე დანაყრება, ან პირიქით, როდესაც ბავშვი იკვებება და ვერ ნაყრდება. აი ეს არის ძირითადი ჩივილები, რომლის დროსაც აუცილებლად ბავშვი უნდა ინახოს ექიმის მიერ. რა თქმა უნდა, უფრო რთული შემთხვევებიც არის, მაგრამ იმაზე ჩვენგან დამოუკიდებლად ისედაც მიმართავს მშობელი და ეს შეიძლება გაიპაროს და დროში გაიწელოს. ეს ჩივილები დროში არ უნდა გაიწელოს, მშობლის მიერ მიყვანილი უნდა იყოს ბავშვის სპეციალისტთან. ძალიან დიდი მადლობა მარიამ დღევანდელი სტუმრობისთვის, ჩვენთან მეგობრობისთვის და მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი საუბარი არის გარკვეული საუბრების ციკლის ნაწილი, როდესაც ჩვენ ბავშვთა ასაკში ჭარბწონასა და სიმსუქნეზე გავამახვილებთ ყურადღებას და დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლდათ ბავშვთა გასტროენტეროლოგი მარიამ ღუღუნიშვილი, რომელიც საუბრობდა, რატომ შეიძლება იქცეს ჭარბიწონისა და სიმსუქნის დროს ბავშვის კუჭნაწლავი სამიზნედ. ჩვენ არ გემშვიდობებით, რადგან წინ მოკლე კვებით შუქნიშანი გველოდება. კვებითი შუქნიშანი ტრადიციულად გულისხმობს კვებით რეკომენდაციას კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით და ძალიან ძნელია რამდენიმე წუთში სიმსუქნესთან და ჭარბწონასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ჩავატიოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთმანეთს დაუკავშიროთ ჭარბიწონა და სიმსუქნე, კუჭნაწლავის ტრაქტი და ჩვენი ცხოვრების წესი. აღმოჩნდა, რომ არის ასეთი ფაქტორი, რომელიც ამ ყველაფერს ძალიან კარგად აერთიანებს, ეს არის ჰიპოდინამია. ანუ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი. გაგიკვირდებათ, მაგრამ დღევანდელმა მედიცინამ უკვე დანამდვილებით იცის, რომ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი არის უშუალოდ რისკ ფაქტორი ჭარბიწონისა და სიმსუქნის განვითარებისთვის. მაგრამ თანამედროვე მედიცინამ ასევე ძალიან მყარად დაასაბუთა, რომ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემებსაც ქმნის. დიახ, ძალიან ხშირად, მაგალითად, ყაბზობის შემთხვევაში მშობელს აუცილებლად ეკითხება პედიატრი, ბავშვს რამდენად აქტიური ცხოვრების წესი აქვს. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ ყაბზობის ყველა შემთხვევა ჰიპოდინამიით გავამართლოთ, ან მხოლოდ ამით ავხსნათ, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით თანამედროვე ადამიანისთვის ერთ-ერთი თავსატეხი გახლავთ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ნაკლები აქტივობა, შესაბამისად დაზარალებული კუჭნაწლავის ტრაქტი, ნაკლები პერისტალტიკა, ნაკლები ტალღისებური მოძრაობა და შესაბამისად განვითარებული ჭარბიწონა და სიმსუქნე. ასევე გეტყვით, რომ შეფერხებული მუშაობა ნაწლავისა თავისთავად ზრდის მაგალითად ჭარბიწონის და სიმსუქნის რისკს, სხვადასხვა ნივთიერებების გადამუშავების ხარვეს, სხვადასხვა ნივთიერების ჭარბად დაგროვების ხარვეს და მათ შორის ცხიმოვანი ცვლის დარღვევის ხარვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემიერ ჩამოთვლილი კუჭნაწლავის ტრაქტი, ჭარბიწონა, სიმსუქნე და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი ერთმანეთთან დღეს უკვე ისე მჭიდროდ არის დაკავშირებული ასაკის მიუხედავად, რომ იქმნება მანკიერი წრე, საიდანაც თავის დაღწევა თანამედროვე ადამიანს ძალიან უჭერს. იმედია, ამას გაითვალისწინებთ განსაკუთრებით პატარების შემთხვევაში, რადგან მათთვის შერჩეული აქტივობა შეიძლება იყოს პროფილაქტიკა ჭარბიწონისა და სიმსუქნისა და ამავე დროს ძალიან კარგი არჩევანი იმისათვის, რომ გამართულად იმუშაოს ბავშვის კუჭნაწლავის ტრაქტმა. ეს იყო დღევანდელი რეკომენდაციები. მე გემშვიდობებით ნახვამდის ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.